აი ესეთ ადგილებში, როგორც არის ტიბეტი, როგორც არის ალტაი, როგორც არის კავკასია და ასე შემდეგ. და სამხრეთ ამერიკა და ასე შემდეგ, ამ მთიანი ზოლები, აი ზუსტად იმ ადგილებში ხდება გარკვეული ცოდნის გენერირება. აქ ყოფი ეთნოსები, კავკასიაში შემონარჩუნებული ეთნოსები, როგორც დიდ კიდობაში დავარქვათ, გადარჩენის რაღაც კიდობაში, მაგრამ სხვადასხვა წარმოქმნითი პროცესების დროს, როგორც აქ მაღალ მთიან ადგილებში გადარჩება ხოლმე ეს ხალხი ან ის ცივილიზაციები და ეს ცივილიზაციური ცოდნა დაგროვილი. მე ისევ ყოველ ჯერზე მოედებოდა გარემოს და ეს განვითარების კერები, სადაც უფრო მეტად არის დედამიწაზე დაკვირვებით, ხო? აღმოჩნდა, რომ ზუსტად ემთხვევა ისეთ ადგილებს, სადაც თუნდაც გეოფიზიკური დაძაბულობა, ანუ მიწის ქვეშა დაძაბულობა უფრო მეტია. სადაც ახალგაზრდა მთებია, სადაც ამ ახალგაზრდა მთების ზრდის გამო და აქტიური გეოფიზიკის გამო დავარქვათ დუღილის პროცესები, ასე აქტიური პროცესები. თუნდაც ენერგეტიკული, თუნდაც ყველანაირი მუდმივი მოძრაობის დროს იმ ადგილებში უფრო აქტიურია მიწისძვრები, იმ ადგილებში უფრო აქტიურია ეს სხვადასხვა რადიაციული ნივთიერების ამოფრქვევა, გამოსხივება სხვადასხვა და როგორც ჩანს კაცობრიობა ესე აქ ესეთ ზონებში ცხოვრებისას დაძაბულობა იღებდა მეტ გამოცდილებას.